საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ რადიო გადაცემათა ციკლს ბილიკლიკოდ ევროპაზე. ევროკავშირი მითი თუ რეალობა, რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა, საზოგადოების შეხედულებები ევროკავშირის შესახებ. უქმნის თუ არა საფრთხეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს. არის თუ არა ის მომავლისთვის ჩადებული ინვესტიცია. თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თავსატეხი, რუსული პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლა. ეს და სხვა თემები გადაცემაში ბილიკლიკოდ ევროპაზე. დათო ლიკლიკაძესთან ერთად. ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს ტალღაზე FM 107.9 18 საათიდან. რადიო გადაცემები ემსახურება იმ არასწორი მითების გაქარწყლებას, რაც ევროკავშირის და კერძოდ ევროპული ღირებულებების შესახებ ხშირად ვრცელდება. ბილიკლიკოდ ევროპაზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ასევე live stream-ის საშუალებით, ვისაც გვადევნებს თვალყურს ჩვენ გადაცემაში, ყველას გესალმებით. დიახ, როგორც გადაცემის ქუდიდან თქვენ შეიტყვეთ, ეს არის გადაცემა ბილიკლიკოდ ევროპაზე, დათო ლიკლიკაძესთან ერთად, რომელსაც მე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ვუძღვები. გადაცემათა ციკლი შესაძლებელი გახდა რადიო ძველი ქალაქის პირდაპირ ეთერში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, ვისაც ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ ორგანიზაციას, რომელიც რამდენიმე წელია უკვე მხარს უჭერს ამ პროექტს ქუთაისში, ჩვენს რადიოში და იგი თვეში ერთხელ ამ ფორმატით გადის პირდაპირ ეთერში. წლის ბოლოს, ანუ მე-12 გადაცემა ამ წლის, მინდოდა დამეგვირგვინებინა ჩვენი ქალაქისათვის ძალიან საყვარელი და კარგი ხალხისთვის, არა მარტო ევროპული ღირებულებებით აღჭურვილი ხალხისთვის, არამედ თან ადამიანებისაც, რომლის აზრსაც პატივსცემენ, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ ჩვენ ქალაქში. ასეთი ნამდვილად ხართ თქვენ ქალბატონო თათა კაჭკაჭიშვილი გახლავთ ჟურნალისტი და ასევე მსახიობი დავით გაჩეჩილაძე. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სამოქალაქო პოზიციით, თქვენი სამოქალაქო აქტივობით. ხშირად გხედავთ, ყველგან გხედავთ, უნდა გხედავდეთ ნამდვილად და ამ გადაცემაში მინდოდა მომეწვიეთ და დიდი მადლობა რომ შეძელით და გამონახეთ დრო. გვინატრე და ჩვენც აქ. კი ბატონო და აქ ახართ. ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მე ალბათ უსმენთ ჩვენ გადაცემებს, ვიცი რომ რადიო ძველი ქალაქის ერთგული კი ბატონო აქტიური მსმენელი ხართ ორთავე, ზუსტად ვიცი. ეს გადაცემის იცით ისედაც ფორმატი რომ ეს არის ევროპულ ღირებულებებზე, რატომ ევროპა, იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ჩვენი მეზობელი რუსეთისგან. ადრე მამოდით ჩვენი მეზობელისგან თქო და ეხლა პირდაპირ მამობთ რაღა და სამალია მეტი საფრთხე რაღა უნდა მოვიდეს უკვე. არ ხო არ მალავდი პრინციპში, მაგრამ ზოგადად საუბრობდით, მაგრამ ეხლა მე მგონი ჩამოხსნილია ყველანაირი ნიღაბი ამ კუთხით და ნუ იბძვის ეს რუსეთი ჩვენთვის, ხო ევროპაც იბძვის ჩვენთვის, მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. საჯიდაო კვადრო ვართ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ სწორად სად მიდის ეს ბრძოლა რუსეთისკენ თუ ევროპისკენ. მოდი ჩემი პირველი შეკითხვაც ასეთი იქნება. რატომ ადრე კი ვამბობდით რატომ ევროპა და იყო პასუხები რომ ევროპა კარგია ასეთი ესეთი აი რატომ არის უკვე საშიში რომ არ წავიდეთ ევროპისკენ ესე დგას უკვე სამწუხაროდ საკითხი მაგრამ მე მაინც ვერ ვიტყოდი სამწუხაროდ ახლა მე უიმედო კაცი არა ვარ როცა მილიონობით ადამიანი აპროტესტებს მილიონობით ადამიანი ხლის რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ჩვენი გზა რო ევროპისკენა მაინც უმრავლესობა ვარ დაგვიფაროს ღმერთმა რომ ეს არ იყოს უმრავლესობა ეს არის ქართველი ხალხის ნება ამას ვერან ვერ გადავა და ეს ყოველთვის იქნება წითელი ხაზი თქვენთვის ჩემთვის თქვენთვის ვინც ახლა არ ჩანს კაც მიღვა და გადაცემა მიყავს მათთვის და რა ვიცი ნებისმიერი ადამიანი ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და რატომ არის საერთოდ მნიშვნელოვანი უკვე რომ წავიდეთ ევროპისკენ დავიწყოთ ვისაც გნებავთ მადლობა და ნამდვილად ვთვლი რომ ისეთი თემა საინტერესოც აქტუალურიც სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ნამდვილად არის და ჩვენ ბოლო რამდენიმე ათწლეულია ვხედავთ იმ შრომას რაც ჩადო ევროკავშირის ქვეყნებმა ჩადეს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის. მოდი გიხსნით ათა როცა ევროპას გულისხმობ, აქ ამერიკაც იგულისხმება, დემოკრატიული დასავლეთი იგულისხმება ზოგადად, იმიტომ რომ კი ბატონო, იმიტომ რომ ევროკავშირმა დიდი ფული, რესურსი, ძალისხმევა ჩადო, ასევე ჩადო ამერიკამაც, ზოგადად დასავლეთზე ვისაუბროთ. კი, ნამდვილად ევროპასთან ერთად ამერიკა თავისუფლად და პირიქით ამერიკასთან ერთად ევროპაში შეგვიძლია ვახსენოთ, ისინი ჩვენი მე ძალიან
მგონია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში არიან პარტნიორები. იმიტომ რომ არაერთხელ მქონია შეხება პროფესიულადაც და არა მხოლოდ ევროპელ და ამერიკელ სპეციალისტებთან, სხვადასხვა დარგის და როგორც ჟურნალის კი, როგორც კი, ნამდვილად და აი ყოველთვის ვგრძნობდი მათ კეთილგანწყობას იმაში, რომ დაგხმარებოდნენ, გამხდარიყავით უკეთესები. და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი და ჩვენ მართლაც გავხდით უკეთესები. მე ვერ შევადარებ 20 წლის წინ როცა მუშაობა დავიწყე ჟურნალისტიკის ელემენტარული ეთიკაც კი სხვაგვარი გქონდა და ეხლა რა დონეზე ვართ და სტანდარტი როგორია. ჩემ სპეციალობას რომ თავი დავანებოთ ზოგადადაც ნამდვილად ვთვლი რომ ბევრ საკითხში ძალიან დიდი არა მარტო ფინანსური დახმარება. ყველაზე ნაკლებად ვახსენებ ხოლმე ფინანსურ დახმარებას. ეს იყო უფრო მორალური დახმარება, კეთილგანწყობა და ყველაზე მეტად რაც მიგრძნია. იგივე ჩვენი ტრადიციების, ადათის, ეკლესიის მათ შორის. რაც მიგრძნია, მათი მხარდაჭერა არის და აი რატომ ევროპა და რატომ დასავლეთი, იმიტომ რომ ისინი თანაბარ პოზიციაში გვაყენებენ, პარტნიორებად მიგვიჩნევენ და მიუხედავად ყველაფრისა, რაც სტერეოტიპი არსებობს, ნამდვილად ჩემ თავზე ბევრი სიკეთე გამომიცდია და ნამდვილად არ ვთვლი, რომ მონობას ვინმე გთხოვს, არა, პირიქით, ისინი გთხოვენ გააზრებულად, გავხდეთ უკეთესები, გავხდეთ უფრო წარმატებულებით, ჭკვიანებით, შეძლებულებით, განათლებით შეიარაღებულები და შემდეგ ამისა უკვე ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ მართლაც სად გვინდა. ისინი არავინ არაფერს არ გვაძალებს, სხვათა შორის. მე არასდროს არ მიგრძნია, რომ რაღაცის სანაცვლოდ, თუნდაც ტრენინგის სანაცვლოდ, რომელიმე ექსპერტს რაიმე თავი საკუთარ აზრსაც კი არ გვახვევდნენ არასდროს თავს, მიუხედავად იმისა, რომ აი 20 წელზე მეტია, არ ვიცი ალბათ წელიწადში რამდენიმე ათეული ტრენინგიც კი გამივლია, სხვათა შორის უცხოელების მხარდაჭერით და ძალიან პარტნიორული, კარგი, ღირსეული ურთიერთობა აქვთ მათ და დამოკიდებულება და აი ის იმდენად კეთილგანწყობილები არიან და იმდენად ცდილობენ რომ ჩვენ დაგვეხმარონ, გავხდეთ უკეთესები, როგორც წეღავ თქვი, რომ მე ეს არის ჩემთვის მთავარი საზომი და ამიტომ აუცილებლად ვირჩევ ევროპას, ამერიკას, პროდასავლურ ქვეყნებს და ევროკავშირს რაც ახლა ძალიან სენსიტიურია ჩვენთვის. კი ბატონო, დიდი მადლობა ქაბატონო თათა თქვენი პოზიციისთვის. ბატონო დავით, იგივე კითხვა თქვენთან. რატომ არის ევროპა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი? ახლა მით უმეტეს. არა, სულ. არა, რა თქმა უნდა, სულ და მოდი მე დავესესხები ისტორიკოსებს და ვიტყვი რომ ჩვენ ევროპული არჩევანი შთამომავლობით გვერგო და მირიან მეფემდეც ფარსმანქველი ჩავიდა რომში და ოლიმპიურ შეჯიბრებაზე ხوار წასულა მართლა რეგისტრი დაუგეს იქ ძეგლი მარტო იმისთვის ხომ არა რომ ცხენით კარგად იჯირითა და ამბავ ერთადერთი არა რომაელი ადამიანი რომელსაც ცხენით რა ქვია ძეგლი დაუდგეს მარსის მოედანზე ფარსმან კველს, იმიტომ რომ მან გააკეთა პოლიტიკური და კულტურული არჩევანი. შემდეგ იყო მირიან მეფე, რომელმაც ქრისტიანობა აირჩია. ქრისტიანობა აირჩია, როგორც ანუ და სულიყავით იქეთ, ან აქეთ. ხო, მე ხშირად ხუმრობ ხოლმე ამ გადაცემებში, დედოფალ ნანას და მინეს მართლა მზეგი არ დაუბრუნებდათ, კაცო. იმიტომ კი არ გადაწყვეტი ეს იყო ბიხალა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხო, ჩვენ ვიყავით ან ქრისტიანული ნაწილი, რომელიც ნიშნავდა მთლიანად ევროპულ ნაწილს, ან ვიყავით აქეთა ნაწილი, მუსულმანური. იქედან მოყოლებული შემდეგ. დავით აღმაშენებელი რატო იყო ყველაზე დიდი მეფე? და რატომ ჰქონდა ჩვენ დავითიდან მონღოლების მოსვლამდე, ანუ თამარის გარდაცვალებამდე, რატომ ჰქონდა ჩვენ ოქროს საუკუნე, ოქროს ხანა, ოქროს საუკუნე, რა მოიტანა ეს? იმან ხო არა, რომ ისა რა ქვია, საზღვრები გავწიეთ და ნიკოფსიიდან და რუბანდამდე გადავჭიმეთ. ეს იყო შედეგი. ეს იყო შედეგი. ეს იყო იმის შედეგი, რომ დავით აღმაშენებელმა როგორც ევროპულად მოაზროვნე ადამიანმა ფსონი დადო განათლებაზე.
სონი დადო განათლებას. თან ევროპასთან თანამშრომლობდა. რა თქმა უნდა, თანამშრომლობდა და მისი მამი და იქედან დედაბერა ბატონო, ბოდიში გაწყვეტი ეხა ვიცი რომ შენ ძალიან გაგათის ისტორია ძალიან საინტერესოა სხვა შორის მით შემნი ასეთ რაღაცები ვილაპარაკოთ ვიდრე პირდაპირ რუსეთი ვლანძღოთ და რაღაცა ისა იმიტომ რომ ეს გასალამძგია ისე რუსეთს რაღაც უნდა ხო კი ბატონო ნახეთ ბატონო რათო ისა ქვია კონსტანტინოპოლი პირდაპირ თანამშრომლობდა საქართველოსთან ის მამი და იყო მისი და ერთგვარი პოლიტიკა იყო ის აია სოფია და გელათი იყო რაღაცა საპირწონე ისა ხო და შეხედა იმხელა და მაშინ მქონდა ყველაზე დიდი შედეგი ბატონო დავით რაზე დგას ევროპული ცივილიზაცია ევროპული ცივილიზაცია დგას განათლებასა და სამართალზე განათლებასა და სამართალზე დავით აღმაშენებელმა რა გააკეთა ორი აკადემია აშენა და დავით აღმაშენებელმა შეთავაზა პირველმა სოციალური ლიფტი ამ ქვეყანაში რის საფუძველზე სოფელ დადიოდა და ბავშვებს არჩევდა ამ აკადემიაში მოსაყვანად რომ განათლება მიეცა და აწინაურებდა არა შთამომავლობით და მემკვიდრეობით, არამედ დამსახურების მიხედვით. და ჩვენ და პედაგოგები ათენიდან ჩამოყავდა პედაგოგები და ევროპულად მოაზროვნე ევროპისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ და აქედანაც მიდიოდნენ, რატო ისაზე პედაგოგები. შედეგად მივიღეთ რა ერთი საუკუნის შემდეგ შედეგად მივიღეთ ის რომ საქართველოში პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეიძლება ვცდები არ ვიცი მაგრამ რატომღაც გონია რომ არა იყო პირველი მცდელობა ისნის კარავი პარლამენტის მცდელობის რა თქმა უნდა საპარლამენტო მმართველობის მცდელობის ცოტა ხნით იყო გამოვიდა არ გამოვიდა ეს სხვა ისტორია მაგრამ ეგ მოდელი იყო მე ინგლისმა რა თქმა უნდა და 1200 ეს ხდება მე მოსაკვია მე-12 საუკუნის ბოლოს და ინგლისში მხოლოდ 1212 წელს დაიწერება თავისუფლების ქარტია. თავისუფლების ქარტია, რომელიც გულისხმობს რას? სახელმწიფო ვერტიკალის ჰორიზონტზე გაშლას. ჰორიზონტზე გაშლას და ერთპიროვნული მმართველობის მოსპობას. და შედეგად ჩვენ მივიღეთ აი განათლებულობის პერიოდის, განმანათლებელი პერიოდის რენესანს ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ ვეფხისტყაოსანი მივიღეთ და მივიღეთ ის რომ თამარმა სულნათმა მეფემ თამარმა პირველმა აკრძალა სიკვდილით დასჯა საქართველოში. მარტო საქართველოში კი არა. არ ვიცი, მსოფლიო ისტორიაში ალბათ კანონით აკრძალა სიკვდილით დასჯა. არ ვიცი ახლა ამაზე მეტი ევროპა, არ ვიცი, ანუ ჩვენ კი არ მივდივართ იქეთ. უნდა უბრუნდებით ჩვენს ფესვებს უბრუნდებით. ანუ ახალი აქ არაფერი არა. ახალი არაფერი არა. არაფერი არ არის. და მერე შედეგად აგერ პირველ რესპუბლიკა გქონდა ბატონო ილია ჯავჯავაძის, გაგი წერეთლის, წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველაფერი ეს იყო განათლების საფუძველზე დაფუძნებული და დაშენებული. და ჩვენ მივიღეთ სულ აი ტური როცა ქალაქის ტური მაქვს. ხო გიდიცა ვარ პარალელურად სახიობასთან ერთად და როცა ქალაქის ტური მაქვს მესამე სკოლასთან რომ მიმყავს დავაყენებ ტურის ციკლ და სამ თარიღს უსახელებ. 1910 წელი, როცა წმინდა რომის იმპერიამ ქალი აღიარა სულიერ არსებად, ქალად კი არა, ადამიანად კი არა, სულიერ არსებად, ოფიციალურად პაპის ბულას საფუძველზე. 1927 წელი, როცა ბრიტანეთში ქალებს მიეცათ უფლება არჩევნებში ხმის მიცემის, მონაწილეობის კი არა, ხმის მიცემის უფლება. და იქვე მემორიალური დაფა გვაქვს ხო ქალთა სკოლა იყო სამი პარლამენტარი ქალია ეს სამი პარლამენტარი 1918 წლის დამფუძნებელ კრებაში მაშინდელ პარლამენტში ხუთი ქალბატონი მოხვდა არჩევნებში დემოკრატიულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა ხუთი ქალბატონი მოხვდა აქედან სამი იყო ქუთაისის ქალთა გიმნაზიის გამოშვებული ადამიანები და ამის საპირწონედ გვიდევს ხო და აი ხა შემდეგი გვიდევს ოქროს ურდო ხო შემდეგი ოქროსიც აღარა ნაგვის რა ჯანდაბა დაგვემართა მე ეს თქვენს გეხებათ ეს კითხვა და თქვენ თუ ასე უხეშად დავსვამ ამ კითხვას მის მე რა ჯანდაბა დაგვემართა აზროვნებაშიც მის მე დაგვემართა რა აღარ მახსოვს ვისი ნათქვამია ფანტასტიკური ბრძნული ნათქვამია რომ ერის დეგრადაციისთვის საჭიროა თუნდაც ერთი თავ საკმარისია ერთი თაობის გაუნათლებლობა და წყდება ის რაც ესე მისხალ ნაგროვები ნაკოციცები აშენებული ინგრევა ხუხულასავით
სამწუხაროდ 70 წლიანი დეგრადაცია იქ ხო, მაგრამ დათო ვიცი რასაც ამბობ, ეს ძალიან ისეთი მკითხვაც ის იყო რიტორიკული. ეს 70 წელი ხო გაიარა სხვა ქვეყნებმაც და სხვა პოსტსაბჭოთა იმგენმაც. ჩვენ რა ჯანდაბავში. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ. ჩვენ ბალტიისპირეთმა გაიარა. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ. მორწმუნეობაში, გიჟი მორწმუნეები ვართ, ურწმუნოებაში ხმალ ამოღებული. გიჟი მორწმუნეები არა ისა ვართ, კიდევ ვაფშე არა ვართ მორწმუნეები, ძალიან გაიარა. არა, შეხედე, ნუ დაუკარგავ ქართველ ერზე ვლაპარაკობ მე. ნუ დაუკარგავთ, კაცო, იმდენი წამებული წმინდანები გვყავს, რომლებმაც ქეთევან დედოფალი მარტო აიღე. ხო არა, მაგას არ გულისხმობ ისტორიულად. ზოგადად ახლა ვამ. თუ წამს სიგიჟემდე და თუ არ წამს ვართ ხმალ ამოღებული გიჟები. და არავი პროპაგანდა შვება თავისას. პროპაგანდა და სამწუხაროდ ტოტალური გაუნათლებლობა. კი ბატონო. ეხლა მე თათას მივცემ ისევ სიტყვას, რა დაგვემართა 21 საუკუნეში. დღეს მე თქვენ რატო უნდა გიწევდეთ აქ და რატო უნდა ხმებოდეთ რომ ევროპა არის კარგი. თუ ეს მოცემულობა გვაქვს, რასაც დათომოს გულწრფელად მიკვირს, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენიმე ათეული წლის წინ პირველად როცა წავიკითხე ვაჟას კოსმოპოლიტიზმი. აი იქ მივხვდი, რატო უნდა ვარსებობდეს ზოგადად ქვეყანაზე და რა დიადი იყო ვაჟა. და ეხაც ვფიქრობ, მის მერე ხო ამას ხო თაობები სწავლობენ და მაინც გვაქვს პრობლემა, აშკარაა რომ პრობლემა გვაქვს და ძალიან მე თუ მკითხავ საერთოდ ახლა შეუსწავლელია. ხო, აი ეგ მომენტია, აი ზუსტად სწორედ მაგას ვგულისხმობ და მეგობრებში ხშირად ლაპარაკობ ხოლმე რომ აი როგორ შეიძლება ილია წაიკითხო გაიაზრო ილია ჩვენი წმინდა აი ეგ მინდა რომ ხშირად თქვა იმიტომ რომ ილიაც ევროპისკენ იწოდოდა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თერგდალეულები ვაჟაც იკო ნიკოლაძეც აკაკი წერეთელი ხაზბეგი ყველა ვინც ჩვენ გვიყვარს ხო ხშირად აპერირებენ რომ რაღაც თქოს ევროპისკენ მითხა ქართული გამიწდება ეს ჩვენი დაფუძნებელი მამები გვეუბნებოდნენ ევროპისკენ წარით და დაალებს მაგას ვამბობ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ისინი განათლებას ილიამ ისწავლა რა ეური კურსით ჩამობრუნდა და მე აღარც გაუხედავს თერგდალეულთა თაობა ხო მაგრამ ქუთაისის უფრო კაი ტიპი იყო აქედან მიდე ევროპაში წავიდნენ ჩვენგან ახლა ნიკო ნიკოლაძე რო ყავს და მე კიდე რაღაცებს დღეს გონია რომ ცოტა გააზრებს ანალიზის პრობლემა არის ესენი გონიათ რომ ამათ გონიათ რომ ეს ვაჟა ილია აკაკი ჩამოგი ვაჟა გიყვარდეს ამათ გონიათ ეს ლიბერალები ვაჟა გიყვარდეს და ვინმეს ფაშისტს უძახეთ ლიბერალურ ფაშისტს ნუ ეს არის უბრალოდ ანუ ქართველობა კარგად გქონდეს იდენტობა გააზრებული და პლუს ამას არავინ არ გინდოდეს როგორც ეხა არის გაცხადებული ტენდენცია თითქოს რუსეთიც და ევროპას ერთნაირად ჩვენი იმპერია და რომ არც რუსეთის მონობა გვინდა და არც ევროპის ნუ რაღაც ერთ საპირწონე რაღაცების არის აბსოლუტურად რუსული ნარატივია პირდაპირ როცა არც იგი მინდა არც იგი მინდა არის რუსული ნარატივი კი ბატონო უბრალოდ იმას ვიძახი რომ ერთხელ ვიყავით ჩვენი ლიტერატურაც არა გვაქვს გამოვაცხადეთ ერთხელ ნეიტრალიტეტი და რაც მივიღეთ შედეგად 70 წელი მე იმათ ფირფავდით დიდი იმით რა ქვია კოზი ხო ნეიტრალიტეტი ანუ შენ ამბობ არავინ არ მეგობრად ხო და იმათ გონია შვეიცარიამ თვითონ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი შვეიცარია შექმნა ბიჭო ამერიკა ბრიტანეთი საფრანგეთი და გერმანია ეცემა მოილაპარაკე ხო შენ რატო არ ეძებ და რატო ითხრი თვალებს ამას ვერ ხვდები რა ხო არა ძალიან მეცინება იმათ უნდათ მეგობრობა და ჩვენ არა როცა უკვე მოვიპოვეთ კეთილგანწყობა და როდესაც უკვე გვაძლევენ მე არ ვთვლი რომ ვინმე დირექტივებს გვაძლევს ნამდვილად არ ვთვლი ჩვენ გვაძლევენ იმ ხასიათის რეკომენდაციებს რომელიც ჩვენ გაგვხდეს უკეთეს არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ამაზე და ამ რეკომენდაციებს ჩვენ თუ შევასრულებთ იმდენად სწორი ქვეყანა და სახელმწიფო შედგება და არა ქვეყანა სახელმწიფო ხანდახან საფეთირება რა დროს უშვებთ ხელიდან ხალხს არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი რომ ვიღაცას მერე თუნდაც ევროპიდან და ამერიკიდან უნდა ჩვენი მართვა იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ჩვენ გქონდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ვინმე მერე გარედან გვმართავდეს ხო სახელმწიფო ინსტიტუტებზეა ლაპარაკი ეს არ შეიძლება ახე როგორი ნარატივი არის აი ისინი გვიბძანებენ რაღაც ბიჭო კი არ გიბძანები ვინად იმათმა დაგვიკაკუნეს თუ ჩვენ დავუკაკუნეთ იმათ კი ბატონო ხო ვითხოვეთ რომ შემოგვიშვით ხო და იმე რომ მოვიდე შენთან სახლში და გითხრა რომ დათუნა შემომიშვი რა შენთან ვიქნები ცხოვრება მომწონს მე შენთან კარგი არ და შენც როგორც მეგობარს უარს ვერ მეუბნები მაგრამ ბოდიშის მოხდით მეუბნები რომ ჩემთან სახლში არ ეწევიან
და ტალახიანი ფეხებით არ დადიან და ასე თუ შეგიძლია მომბრძანდი ბატონო. ხო და შეგული რომ მოგდის რომ მონაკი არ ვარ. ხო, აბა რა თქმა უნდა შენი ბრძანება მე აქ და რა წესებს მიწესებ აქ მე ახლა თუ მინდა უნდა მოვწიო და თუ არა მაგაზე მაგარი შედარებაა თვითონ ისა რა ქვია თან ამაში ის გეხმარება ის ტალახიანი ფეხზე როგორ გაწმინდო ხო იმას არ გეუბნება გადი მაგდან ფეხი არა ვიცი რო გაქვს მაგრამ მოდი ახლა გავიწმინდოთ დავჯდეთ საჭმელი ჭამოთ კი ბატონო ხო ამაში ფულს გაძლევს ხო არა სამარცხინო სიტუაციაში მაგრამ მეგობრებო მინდა ახლა კიდე რაღაცა მოვასწრო შეკითხები იმიტომ რომ როგორც ახლა მე დავხედე გადაცემის ნახევარზე მეტი გავიდა და მე ზუსტად ვიცოდი რომ ერთ ის იმდენად საინტერესოა ახლა თქვენი საუბარი ორივესი უკვე გადაცემა შედგა რომ გულიც კი მწყდება ვინც ჩვენი გადაცემას ახლა არ უსმენს და ვინც უსმენს ნამდვილად გულოცავ იმიტომ რომ ორი ნიჭიერი ხო არა ორი ნიჭიერი ადამიანი საუბრობს ამ თემაზე მინდა ახლა კიდე ერთი შეკითხვა დავსვა კითხოთ ჯერ თქვენ დათო და შემდეგ თქვენ გადახვიდეთ ისა რა ქვია ვისაუბროთ იმ ტრადიციებზე რომელთაც ჩვენ უნდებვართ თუ არ უნდებვართ ევროპას და ამ ტრადიციებზე უარს გვეუბნება გვიცვლის რაიმეს და სხვა ქვეყნების მაგალითად როგორ ხნა ევროკავშირი რო გაპართობდა და იგივე ქრისტიანულ მასეც რომელიც ქრისტიანული საზოგადოება უნდა კი არა ქრისტიანული როა მაგითო გვინდა იქ იმიტომ რომ ეს ქრისტიანების კავშირია ევროკავშირი არის ქრისტიან თავიდანაც შეიქმნა ქრისტიანთა ქრისტიანული კავშირი ხო 27 ქვეყანა ქრისტიანული ქვეყანა ქრისტიანული ცივილიზაცია ახლა მეც რატო ვიძახი ამ ქრისტიანულ იმიტომ რომ აპელირებენ იმაზე რომ სარწმუნოებას უნდა წაგართოს მითო შეღავხარ აგნების აპრიკოსები ხო რა თქმა უნდა და ამიტომ აპელირებ მეც ამ ყველაფერზე აი ამაზეც რომ ვისაუბროთ და მე თქვენს რამდენად ტრადიციები ჩვენი უნდათ ან არ უნდათ რამდენად ხიბლავთ ჩვენი ტრადიციები და ხელს გვიწყობენ თუ პირიქით გვართმევენ და შუოთ ძალიან ახალისებს ხოლმე ბევრი ახლობელი სამწუხაროდ ბევრი ახლობელი ნაცნობ მეგობარი რაღაცა ასე ჩამოვჯდებით საფიხვნოზე და რაღაც ზოდაწყდება მაგალითები რომ მოყავთ ხო რო აგერ ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და იქ რესტორანში არის და იმან თავისი თვალით ნახა თუ გინდა დაგარეკიებ ახლა უნდა რა ქვია მესენჯერს და დაგალაპარაკებ მოვაყოლებ თავისი თვალით ნახა რომ ეს ორთოდოქსი ებრაელები როგორ იმაშვებიან რა ქვია რომ აი ვიღაცები ჩუმად რესტორანში შეყავთ და ის მასონები და ჯანდაბის ოხრობები და ბიჭო მასონთა ლოჟა ილუმინატები ფეხებზე ვგიდივართ ისედაც როც არსებობდეს კი ეს ერთი ოღონდ თუ მე არ ვიცი ამათი არსებობს არ მჯერა ეხლა დავიდო მაგრამ რო დაუშვათ ეგეთი რამე რომ მართლა არსებობენ ხო ვაფშე არ აინტერესებს მართლა რო არსებობენ და ეს იმდენად გასაიდუმლოებული ორგანიზაციები არის თუ არსებობს ზოგადად რომ ჩემი მაგაცის ბიძაშვილს რო დაანახა თავი ჩემი მაგაცის ბიძაშვილს რო დაანახა ამერიკაში ისაც არა მინტანიც არაა თებშებს რეცხავს და იმან დაინახა და გაიგო და მიხვდა ის გაიგონა რას ელაპარაკებოდა იმას ჩემი ერთი ცნობილი იუმორი მახსენდება ვანო შოუში მაქვს სხვა შორის მოყოლილი ისა რა ქვია მძღოლს რო ვეკითხები ნიკიას მძღოლს თვითონ ნიკიაზეს 11 ნომერზე და მეუბნები რომ ასევე ნიკიას ერთ-ერთ სხვა ნომერზე რომ ის თუ მიდის ნიკიაზე და არ ვიციო მოთხარი 2 წუთი ვიცი ანგელა მერკელმა პუტინს დახულ კარს მიღვა რა უთხრა იმას ხო იმას ყვებოდი და შენივე ხაზზე კიდე რა მიდის რა მე არ იცი მე ვთხარი ხო რა ეს ქვეყანა ვარ ხდიახ განაგზეთ კი ბატონო ხო და ამაზე მეცინება ხა ისეთ ორგანიზაციებზე ისეთ თავდაჯერებულობით ლაპარაკობს რომ იქ კი არის არა თქვენ გონიათ იმას სამშობლო არ უყვარს ვისაგან რა თქმა უნდა უყვარს მაგრამ მართლა ეშინია ტრადიცია რო არ წაართვან მართლა ეშინია ეს ჩოხურთმა რო არ მოგბარონ ჩოხარ რო არ შემოგვახიო მართლა ეშინია მართლა იმას უყვარს კაცო მართლა უყვარს ქვეყანა მე სულ ახონე მე მიყვარს ქვეყანა მარტო იმას არ უყვარს უმეტესობას აი ეს ძალიან მარტივი შეკითხვა რო დაუშვა რომ აი ტრადიციები ხო ჩამომიყევი ტრადიციები რას გართმევენ? ხო. ჩამომიყევი. არაფერს. არ ვიცი. ღვინის ტრადიციით დაწყებული შეგარდიცი როგორ აფინანსებს ღვინის ტრენინგებს და იუსაიდ რეებშობა ღვინო რომ გაიტანო მსოფლიოში. ეკლესია მონასტრებს ხო, რეებშობა, ხო. რესტავრაციას გიკეთებს, გიფინანსებს იუნესკო ის ღვინო, ისტორია, არქივი, ბიჭო, აი რა უნდა ქნას მით ქართული სამოსი, რა ვიცი, რამდენი პროექტია გახორციელებული. აი ისა რა ქვია ის რა რეაგირებ კათოლიკების მისია რო არის კი ბატონო აქვე ჩვენ მეზობლად გადასარევი ხალხი
როგორ პატივცემენ ქუთაისის და რა თქმა უნდა, მათ შორის მართლმადიდებლური მას. შორიდან უყურებ ეხა ხო მინდა არ მინდა პატარა ქალაქია ჩანს თავისთვის წყნარად ხედან იქ ვიღაცებს ეხმარებიან ძალიან ბევრს. მკურნალობენ კარგ საქმეს აკეთებენ ძალიან უხმაუროდ. უხმაუროდ აკეთებენ ამას უხმაუროდ აკეთებენ აფიშირების გარეშე ისევე იმას და ჩემი მეგობრის შენს კარგად იცნობ იმას ჩემი მეგობრის და მუშაობდა და არ ვიცი მე მგონი ახლაც მუშაობს და რასაკეთებდნენ იცი ესენი აი კონკრეტულად ისა რა ქვია ძველი ოლარები აი მის ისა ქვია სამგლოვო ოლარები ოქრომ კედით აქვს ხო დაზიანებულები რომლებიც არის მართლმადიდებლური რომლებიც დაზიანებულები იყო ისინი კი არ ყიდულობდნენ და ამას არა მოქონდათ და ეს კარგად კარგავს რა ეს ჩემი მეგობრის და ხო და ის კარგად კარგავს და მასალებს აძლევდნენ ესკიზებს და პირვანდელი სახით ევროკავშირი და იუსაიდი ევროკავშირი რამდენ მუზეუმში რამდენ იმას აფინანსებენ ტრენინგს სწავლებას ჩვენი მუზეუმების ჩვენი კულტურის გადარჩენის კარგი დრო ძალიან გარბის თათა მე თქვენც მინდა იგივე ეს გავაგრძელებ აზრს აუცილებლად იმიტომ რომ ვერ დავასახელებ ვერც ერთ დარგს სადაც არ არის დახმარება პირდაპირ მნიშვნელობით თუ ეს არ არის ფინანსური არის ექსპერტული დახმარება ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე არ არის ხოლმე მათი კეთილგანწყობა და ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების იმიტომ რომ ეს არის მთავარი ყველაზე მთავარი ჩვენ გვაძლევენ ცოდნას ვერც ერთ მუზეუმს, ვერც ერთ გალერეას ვერ დავასახელებთ, სადაც არ შემოიტანეს ისეთი დანადგარები, ისეთი სპეციალური ტექნიკა, საგალობლების გაციფრულება, ყველა ხელოვნების და კულტურის ვერც ერთ დარგს ვერ დავასახელებთ, ვერც არქიტექტურას, სადაც გარდა იმისა, რომ გვაძლევენ თანხას აღდგენისთვის და გავცობისთვის გვაძლევენ ცოდნას, როგორ მოვუაროთ, როგორ შევინახოთ უკეთესად, როგორ წარმოვაჩინოთ და გარდა იმისა, რომ გააქვთ და მიაქვთ ჩვენი ასე ვთქვათ, გალერეებიდან და ექსპოზიციებს აწყობენ და ამისთვის მადლობებს გვეუბნებიან, იმიტომ რომ გავიხსენებთ თუნდაც ცოტა ხნის წინ ალბათ ქართულ ღვინოზე იმდერა იმეს აკეთებენ. ფიროსმანის გამოფენას ღვინოა ჩვენი ქართული მეტალობა ხო აი იმდენად სასაუჩვევია. იმდენად სწორია, იმდენად პირიქით, იმდენად მოკრძალებულად იქცევიან, იმდენად აფასებენ. ხანდახან მგონია, რომ პირიქით, ჩვენ არ გვაქვს გათავისებული ჩვენი კულტურის, ხელოვნების მნიშვნელობა ისე კარგად, როგორც ისინი ამას ცდილობენ და აღიარებენ. ეს კულტურაზე ვლაპარაკობთ. ახლა ასოცირების ხელშეკრულება სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას ასუშვებიან, ხო? თავიდან ბოლომდე არის მორგებული შეიფუთო შენი მანდარინი სხვანაირი. შენი თაფლი, შენი თხილი. ხო, მართლმევენ, მაგრამ ხო, არა, ნუ ჩვენ გვაქვს ახლომახლოც კი ქუთაისის ახლომახლოც კი მართალი ერთეულები შეიძლება მაგალითად ბევრი საწარმო გამართეს დაატრენინგეს წაიყვანეს ევროპაში ჩამოიყვანეს მოეხმარენ ფული მიცენ და გამდიდრდა ის მეწარმე კაცო გაცვლითი პროგრამები განათლების სფეროში ამდენი ბავშვი და სხვათა შორის ყველა სფეროში ყველა სხვათა შორის იმ ახალგაზრდებს მოვეფერები ვინც ამდენი ხანია ესე რუტინულად დგანან და აპროტესტებენ და ამდენ ლანძღვაგინებას იტანენ და არ აქცევენ ყურადღებას. ეს ახალგაზრდები ეს არის შედეგი, ანუ უსამართლობამ ისეთი ძალა გააღვიძა, რომელსაც პატრიარქალური ძირით ეძინა. კი, ჩემი თაობიდან მოყოლებული უცბად ამოხეთქა ამდენმა იმან რა ქვია. რაღაცა 20 წელია ახალგაზრდობის ხმა არის ისმოდა კანტიკუნდათ ისმოდა ნამდვილად. სულერთია პოზიცია ქონდათ და მე შემეხები, მაგრამ ჯრო დაინახა რომ ის რაც ყველას ძვირფასია მის ცხოვრებაში, ხო, რა იცხოვრა ჯერ 20-25 წლის ბავშვები არიან, ხო, ზოგადად ახლა მაპატიონ ბავშვებს რო ვიძახი, მაგრამ ასაკი მაძლევს მაგის საშუალებას. შეხედა რომ ბიჭო პერსპექტივა აღარ აქვს, დამთავრებული არის ეს, იმიტომ რომ ერთადერთი ვარიანტი არის წავიდეს, მიიღოს განათლება და იმ განათლების საფუძველზე ჩამოვიდეს და რაღაცა გააკეთოს თავის ქვეყანაში. ჩვენი გადაცემა დასასრულს ვახდო და იმედიანად უნდა დავამთავროთ, რომ ც არ იყოს. მისთვის მე მაგ იმედი, ნამდვილად ვთქვათ. ძალიან არ ვიგონებ, იმიტომ რომ ჩვენ მოდი საახალწლო სურვილი, მე სხვა გადაცემები ჩავწერე აქ, ვისურვოთ, რომ ჩვენ მომავალი წელი 2025 წელი უნდა იყოს ევროკავშირთან მჭიდროდ ქართველი ხალხის ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობის წელი.
მე ძვირფასო მეგობრებო, უცებ გარბის მოგეხსენებათ რადიოში დრო. ხო, მithumedes როცა კარგი და საინტერესო რესპონდენტები მყავს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისათვის. მე მინდა ეს იყო გადაცემა ვილიკლიკოთ ევროპაზე დათოლილიაძთან ერთად, რომელსაც მე ჟურნალისტ დათოლილიაძე უძღვებოდი. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ძალიან საინტერესო ადამიანები და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა ჩემი წელს ბევრი კარგი გადაცემა მქონდა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინტერესო მოსასმენი გადაცემა იყო. უღრმესი მადლობა ორთავეს, ჟურნალისტი თათა გაჭგაჭიშვილი და მსახიობი დავით გაჩეჩილაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება მომავალ წელსაც, იმიტომ რომ მრავალი წელია საერთაშორისო გამჭვირვალობა უჭერს ამ პროექტს ხარს და მე მჯერა რომ შემდგომშიც გაგრძელდება და ხარს დაუჭერ თუ ამ ფორმით არ გაგრძელდება სხვა ფორმით აუცილებლად დაუჭერს ამ პროცესებს ეს კარგი ორგანიზაცია და მე მინდა მას მადლობა გადაუხადო ამ წლებისათვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. მადლობა გადაუხადო რადიო ძველქალაქს, რომლის წითელი ხაზია ნამდვილად ის არა ქვია ევროპული ღირსებები და დაგემშვიდობოთ მომავალ წლამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ რადიო გადაცემათა ციკლს ვილიკლიკოთ ევროპაზე. ევროკავშირი მითი თუ რეალობა. რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა? საზოგადოების შეხედულებები ევროკავშირის შესახებ. უქმნის თუ არა საფრთხეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს. არის თუ არა ის მომავლისთვის ჩადებული ინვესტიცია. თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თავსატეხი, რუსული პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლა. ეს და სხვა თემები გადაცემაში ვილიკლიკოთ ევროპაზე. დათო ლიკლიკაძესთან ერთად. ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს ტალღაზე FM 107.9 18 საათიდან. რადიო გადაცემები ემსახურება იმ არასწორი მითების გაქარწყლებას, რაც ევროკავშირის და კერძოდ ევროპული ღირებულებების შესახებ ხშირად ვრცელდება. ვილიკლიკოთ ევროპაზე. მოგესალმებით. თქვენ უსმენთ რჩევებს